ჩვენ წადეთ, მაგრამ ჭირში შევედით. ასეთი სიტყვებით აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის მცდელობების ჩავარდნა. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ში აღარ სურს დრო დაკარგოს ფუჭ მოლაპარაკებებზე. ამიტომ დონალდ ტრამპი უბრალოდ მიდის. ამასთანავე ცნობილია, რომ ამჟამად უკრაინის მთავარი მომლაპარაკებელი აშშ-ში იმყოფება. რუსტემ უმეროვმა ისაუბრა, თუ რაზე გაფრინდა სასაუბროდ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ ვიტკოფთან და ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან. მიუხედავად ამისა, ზელენსკი მოულოდნელად აცხადებს, რომ მიუხედავად მარკო რუბიოს განცხადებისა, ის მაინც ელოდება ტრამპის წარმომადგენლებს კიევში გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ წინა დღეს რუსებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ისინი ტოვებენ მოლაპარაკებებს იმის გამო, რომ უკრაინა არ სურს დონბასის ჩაბარება. და ამის შემდეგ უმეროვი ამერიკაში გაფრინდა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, უკვე აშკარაა, რომ ისინი ახალ ფორმატში გადადიან. კერძოდ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზად არის ეს ინიციატივა საკუთარ თავზე აეოს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. დასვით ლაიქი გამოშვებაზე და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმულია აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო რუბიომ მოულოდნელად განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები, სადაც აშშ-ში შუამავალი იყო, დასრულდა. შემდეგ მოხვება მარკო რუბიოს ციტატა. ჩვენ ცდილობდით შუამავლის როლი შეგვესრულებინა, მაგრამ ჯერჯერობით ეს რამდენიმე მიზეზის გამო ნაყოფიერ შედეგს არ მოუტანია. ჩვენ ჯერ კიდევ მზად ვართ შევასრულოთ ეს როლი, თუ ის შეიძლება შედეგიანი იყოს. აშშ-ში აღარ სურს დრო და ენერგია ფუჭად დახარჯოს იმ ძალის ხმევაზე, რომელიც პროგრესს არ იძლევა. ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის მოლაპარაკებების პროცესს დაუბრუნდეს, თუ გარემოებების შეიცვლება. აქვე აღნიშნავ, რომ ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვს, ვაშინგტონსა და კიევს შორის უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს არ აქვს არანაირი აზრი. რადგან შემდგომი პროგრესისთვის სწორედ კიევმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დონბასიდან. შემდეგ მოვიყვან უშაკოვის ციტატას. ყველას ესმის, მათ შორის ვითხოვდი უკრაინელ მოლაპარაკებლებსაც, რომ ახლა კიევს მხოლოდ ერთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ამის შემდეგ პირველ რიგში შეჩერდება სამხედრო მოქმედებები, ხოლო მეორეც გაიხსნება პერსპექტივები შემდგომი გრძელვადიანი მოგვარების სერიოზული განხილვისთვის. ეს ყველაფერი ყველას ესმის, ამიტომ ეხლა გუწფელად რომ თქვათ, ერთმანეთის დარწმუნება დიდწილად დროის კარგვაა. რადგან ეხლა ეს ნაბიჯი კიევისგან, კერძოდ ზელენსკისგან არის მოსალოდნელი. მაგრამ როგორც არ უნდა იძვრენდნენ თავს რუსები, უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ კრემლმა ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა დონალდ ტრამპის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ კრემლს გულუხვი გარიგება შესთავაზა, რომელიც მოიცავდა სანქციების მოხსნას, ეკონომიკურ თანამშრომლობას აშშ-სა და რუსეთს შორის და შესაძლოა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებასაც კი. ვლადიმირ პუტინი მაინც უარს ამბობდა ტერიტორიულ დათმობებზე და ითხოვდა მთელი დონბასის გადაცემას მის კონტროლქვეშ, მათ შორის იმ ნაწილებსაც, რომლებიც მისმა არმიამ არ დაუკავებია და უახლოეს მომავალში ნამდვილად ვერ დაიკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მოლაპარაკეები მრავალჯერ ესტუმრნენ კრემლს და ვლადიმირ პუტინს, ალასკაზე წითელი ხალიჩა დაუგეს, რომელმაც ომის 24 საათში დასრულებას დაპირდა, დონალდ ტრამპმა მხოლოდ რამდენიმე რუსულ-უკრაინული შეხვედრის ორგანიზება შეძლო, რომელთაგან არც ერთი არ დასრულებულა მშვიდობით. უკვე აპრილის დასაწყისში ბლუმბერგის კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი ომის გაგრძელებას აპირებს კიდევ 1 ან 2 წელი და მისცა ბრძანება რუსეთის გენშტაბის გენერალებს მოემზადონ ახალი შეტევისთვის. აშშ-ს იმედი ჰქონდა, რომ მარტამდე მიაღწევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რათა შემდეგ ეს შეთანხმება საერთო უკრაინულ რეფერენდუმზე გაეტანათ და ერთდროულად უკრაინაში არჩევნების ჩაეტარებინათ, როგორც ამას კრემლი ითხოვდა. და პლუს ტრამპს ეჩქარებოდა ეს ყველაფერი მოესწრო აშშ-ის ნოემბრის არჩევნებამდე. ამ ფონზე ჩდება კითხვა, მაშინ რისთვის იყო საჭირო რუსტემ უმეროვი? უმეროვი მაიამიში გაემგზავრა. გახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი გაემგზავრა აშშ-ში სტივენ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შესახვედრად.
როგორც აღმოჩნდა, საუბრის მთავარი თემა იყო ჰუმანიტარული მიმართულება. კერძოდ კი უკრაინელი ტყვეების დაბრუნება, რომელსაც რუსეთი აკავებს. მაგრამ ეს ისა, რაც საჯაროდ იქნა ნათქვამი, ხოლო რაც საჯაროდ არ თქვულა, აქ საინტერესოა. ამის შემდეგ უკვე ვლადიმირ ზელენსკი. ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტს კიევში გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე. გახსენეთ, რომ ვიტკოვი და კუშნერი გაზაფხულის დასაწყისში უნდა ჩამოსულიყვნენ კიევში, მაგრამ ისინი ასე არ ჩამოსულა. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ თითქოს შეთანხმდნენ უმეროვი და ვიტკოვი. შემდეგ მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის ციტატა. მოლაპარაკებები შინაარსიანია. ვათანხმებთ აუცილებელი ვიზიტების გრაფიკს და ველით კიევში ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებს გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე. ვიმედოვნეთ, რომ ამჯერად შევძლებთ დაგეგმილის განხორციელებას და დიპლომატიის გააქტიურებას. ვამუშავებთ შეთანხმებების დეტალებს, რომლებიც შეიძლება უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდეს. ნიშნულოვანია, რომ არსებობს კონსტრუქციული მიდგომა და საჭიროა მშვიდობისკენ სვლა, უკრაინის გაძლიერებით და ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებით. აქ რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, რაზე საუბრობდნენ რეალურად როსტემ უმეროვი და სტივენ ვიტკოვი. ნახეთ რა გამოდის. რუსები ამბობენ, რომ ისინი გამოდიან მოლაპარაკებებიდან, უკრაინა კი მზად არ არის დონბასის ჩასაბარებლად. ამერიკელები მარკო რუბიოს თქმით ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იგივე მიზეზით. და უცებ ზელენსკი აცხადებს, რომ უმეროვმა ჩაატარა რაღაც შინაარსიანი მოლაპარაკებები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. და შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკელები მზად იყვნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობის შეთანხმება გაფორმდებოდა. ანუ უკრაინული დონბასის ჩაბარების შემდეგ. აქ აშკარად საჭიროა ყურადღების მიქცევა და თვალყურის დევნება რა მოხდება შემდეგ. რადგან მოლაპარაკებები საბოლოოდ გადავიდა კულისებს მიღმა გარიგებების სივრცეში. მაგრამ მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ ევროპის კავშირის ლიდერები ემზადებიან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მას შემდეგ, რაც ტრამპმა დიპლომატიაში მარცხი განიცადა. როიტერსის ცნობით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ხედავს პოტენციალს ევროკავშირის და პუტინის მოლაპარაკებებისთვის. აღნიშნა, რომ ბლოკმა მიიღო უკრაინის პრეზიდენტის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ზელენსკიმ ასეთი კონტაქტები დაამტკიცა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ არ საუბრობს. და აი თქვენთვის საბოლოო შტრიხი. რუსეთის პრეზიდენტის პრეზდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ევროპის კავშირთან, მაგრამ რუსეთი თავად არ დააკენებს ასეთი კონტაქტების ინიციატივას. შემდეგ პესკოვის ციტატაა. ვლადიმირ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყველასთან. მან არაერთხელ ამის შესახებ განაცხადა. რუსეთის მხარე არ ყოფილა ინიციატორი ჩვენი ურთიერთობების ნულამდე დაყვანის ევროკავშირთან. ამას ინიციატორი იყო სწორედ ბრიუსელი და ცალკეული ევროპული დედაქალაქები. ჩვენ მზად ვიქნებით იმდენად წინ წავიდეთ ჩვენს დიალოგში, რამდენადაც მზად იქნებიან ევროპელები. მაგრამ ასევე, როგორც არაერთხელ უთქვამს პუტინს, იმ პოზიციის შემდეგ, რომელიც ევროპელებმა დაიკავეს, ასეთ კონტაქტებს ჩვენ თვითონ აღარ დავიწყებთ. კარგი, დაუგვირდებით, საით სავა ეს მოლაპარაკებების პროცესი. მეგობრებო, აქ მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ამ YouTube არხის უკრაინულენოვანი მაყურებლებისთვის. ზუსტად ბრეს გავხსენი ახალი YouTube არხი, სადაც მხოლოდ უკრაინულ ენაზე ვსაუბრობ. ჯერჯერობით უშვებ ასეთ ფორმატს, დღის შეჯამებებს. ყოველ დღის ბოლოს გამოვა ერთი გამოშვება უკრაინულ ენაზე, სადაც თქვენთან ერთად შევაჯამებთ გასული დღის მოვლენებს. რა თქმა უნდა, ყურადღებით უკრაინის შიდა თემებზე და გეოპოლიტიკაზე, რომელიც ასე თუ ისე გავლენას ახდენს პროცესებზე უკრაინაში. ამიტომ მეგობრებო, ვინც უკრაინულენოვანი ხართ, ვინც მიყურებთ უკრაინიდან, ძალიან გთხოვთ, დღეს გადახვიდეთ მიმაგრებულ კომენტარში მოცემულ ბულდზე, ჩემს ახალ YouTube არხზე. რა თქმა უნდა, გამოიწეროთ, ნახოთ პირველი გამოშვება და დაწეროთ თქვენი კომენტარები. საერთოდ მხარი დაუჭიროთ ახალ YouTube არხს, რათა YouTube-მა მაშინვე დაიწყოს მისი რანჟირება. და რაც შეიძლება მეტმა უკრაინულენოვანმა მაყურებელმა შეძლოს ჩვენი გამოშვებების ნახვა. არხ მრავალ წერტილს დავშრომ, თქვენი აზრი და დაშფრები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყლეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მადლიერი ვიქნები ამისთვის. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.